რაღაცას გააკეთა და კიდე ამის მერე წამო. ო, უშაგოი. აღარა ხამა ხანორა გარეკოთ მიყურე. ეს დამიჩნდა ის. ჰა? ჩატა ჩატა. აი, ჩატა. მომდანდით რა ბატონო. რიგო და რა მოხდა ხომხედა. დაანგრია ყველაფერი. დაანგრია, დაიღო გარმა. კიდე არის საფრთხე სახო. საფრთხე არის დაბა. რისი საფრთხეა რა? კიდე გადახსნე. რა დროს მოხდა და როგორ მოხდა? სულ მოხდა. დაასკე როგორ მოხდა, ამოვარდა გარეთ დაიღო. იყო ვინმე მოსული დაათვალიერა კორპუსი. რა ვიცი ხნა გამგო. ხელი კი ვიღაც საკანელი. დაუთვალიერებია და გასუზამდნენ, გვიან ღამე იყო. შევით ხო არავიდოდნენ, ამდენით მოვიდნენ. მეორე რაღაცები გააკეთეს, მაგრამ ასეთ ხარში ვერაფერს ვერ გააკეთებენ ესენი. ისეთი თუდი ამინდია ვერ ადის ადამიანი და ვერ ეხმარება მას ახლა და თუ რამე სხვა საშუალება გაგაჩნიათ, მობრძანდით თქვენი ჭირი მაშუალები გამოუშვი და გააკეთებენ რაღაცას. თუმცა ამას სულ წეიღებს ამ შენობას. რომ მოგვიყვეთ. რა მოხდა და უკანასკნელ მდგომარეობაში ვართ 4 წელიწადია გვპირდებიან და არაფერი არ დადგა ჩვენი საშველი. ყველაფერი ასე მდგომარეობაში სახურავი ნახეთ წინ მხარეს რა მდგომარეობაა. ოთახებში შეგიყვანთ ახლა და გაჩვენებთ ოთახები რამდენად დაწეულია კედლები. შედეგად დაზიანებული არის რამოდენიმე შენობა. ქალაქ ხობში დაზიანებული არის მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი. 5 სართულიანი შენობა არის, სახურავის ნაწილი გადახსნა ქარმა. ასევე დაზიანებული არის 2 სართულიანი შენობის სახურავი. ძირითადად წაქცეული არის სხვაგან ხეები, დაზიანებული ელექტროსადენები, გაზსადენი. სოფლებში არის მდგომარეობა ამ კუთხით საშუალოზე ცოტა რთულად გამომდინარე იქიდან რომ ეხაც ხეები წაქცეულია, ეხაც ოჯახებში სახურავები მოხსნა სახლებს. საერთო ჯამში ზარალი შესავლა მიმდინარეობს, არსებობს კომისია, სპეციალური სტიქიის შემსწავლელი კომისია, მიმდინარეობს ზარალის ოდენობის დათვლა და შესაბამისად შემდეგ მოხდება კონკრეტული საკითხების გადაწყვეტა. პირდაპირ კავშირი გვაქვს გუბერნიასთან და გუბერნიასთან ერთად რა თქმა უნდა მთავრობასთან არის კავშირი. შესავლის შემდეგ რაოდენობის ზარალი იქნება და რა შეეძლება მუნიციპალიტეტს კონკრეტულად ამ ზარალის ანაზღაურება შეუძლია, არ შეუძლია შესაბამისად მიიღება გადაწყვეტილება.